Čumad gadavot kargi. Nagavaketo gupt. Davdgat kvap. Kvapshi chavaktot karaki da zeti. Daxlovit naxavt რამდენი. Daxlovit ამდენი. Čumad mains ვიღაც ეხლა ჩავყრი ხავ. იშუშება ხახვი და რაღაც სხვა ტომატი. ხავს მოვშუშავთ. ეხლა ტომატთან აქ ცალკე იხარშება აი ეს სხვილად დაჭრილი კარტოფილი. აქ მაქვს ფარში შეზავებული ტოლმასავით, რასაც ტოლმას უკეთებ. წვანილები, ბრინჯი, ხახვი, ნიორი. დაჭრილია მწვანილები, ხედავთ, დაჭრილია ხახვი. გატარებულია მაშინკაში ხორცი და ეხლა ამას დავამატებ ერთ კვერცხს და კარგად გემრიელად დავსველ. მოიშუშ ტომატი და ხახვი და დავუშვებ წყალს. აი ასე. მეტი არ არის საჭირო. უნდა ჩაიყაროს გუფთები და კარტოფილი. ეხლა ეს კარგად ადუღდება და დავამატებ მარილს, აქვე შევაზავებ. დავზილე კარგად და აი ესე გალახებ. აი ეს. მაინც არ დაიშლება. ესე ამოვიღებ ბურთულებად, ჩემო ძვირფასებო და რო ადუღდება კარგად, რო გადმოდუღდება, შემდეგ უნდა ჩავყაროთ, რომ არ დაგვეშალოს და ესეთი ლამაზი პლაშ გახდილი ტოლმა იქნება და დავიწყოთ ჩაყრა. ადუღდა უკვე მარილით შევაზავე, არის ძალიან გემრიელი წვენი და ჩავყაროთ. რო ჩავყრით ჩემო კარგებო, აი ესე განძრიეთ ყვავი. არაფრის დიდებით კოვზი არ ვიხმაროთ და ეხლა წამოვა დუღილში მოხარშვასთან ერთად ზემოთ. აქ ეხარშება კარტოფილი. მარილს დავაყრი ბოლოს, რომ შევატყობ, რომ კარგად მოიხარშა. ძალიან მცირეს, რომ ლაში არ გამოგვივიდეს კერძი. იხარშება და აი ეს საყვარლად უკვე ნახეთ, ამოდიან მაღლა. კოვზი არ შეახოთ. აი ასე. კარტოფილიც იხარშება, უკვე მარილიც სულ მცირე დოზით ჩავამატე. ესე მოიხარშა უკვე და ამოვიდა ზემოთ. კარტოფილიც შეიხარშა. ეხლა მე კარტოფილს გადავუწურავ წყალს და სულ ცოტა თავის წყალს დავუტოვ და შავაბძანებ გუფთებთან. აი დაახლოებით ამდენი წყალი დავტოვე, რომ თავის ის გაუშვას რა, ცოტა სისქეს მისცემს და აი ესე ჩემო კარგებო, ძალიან ნელა, აი ასე. ჩავაყაროთ და ეხლა უკვე გვაძლევს უფლებას, რომ დავუყიოთ და ერთად გააგრძელონ ხარში. აქ აგერ მწვანილი მაქვს დაჭრილი. მწვანილი გითხარი და ვიძახი, რასაც ვაკეთებ. ეგ მაქვს ეხლა ქინძი და პეტრუშკა. ყველა ვიდეოში ვამბობდა. რა ვიცი, ვიდეოებიც არ არის, მაინც დიდი რომ არ მოусმინოთ. თითქმის დამთავრდა ჩვენი კერძი, ჩაუწიე ბოლომდე და ეხლა დავამატებ მწვანილს, მეგობრებო და ნახევარ მწვანილს შევინახავ. კერძს რო ამოვიღებ, მერე თეფშებში მოაყარეთ, რომ ასმაგად გემრიელი იქნება. აი ასე. 1-5 წუთი ვადუღებ და დამთავრდა ჩვენი კერძი. დამთავრდა ჩვენი გუფთა და გამოიყურება აი ასე. ჩემო ძვირფასებო, არც ერთი ძალი არ ჩამშლია, კარტოფილებიც გემრიელად არის მოხარშული და
მე მგონი კარგად აგიხსენით. გააკეთეთ და გემრიელად მიირთვით და თან დამიწერეთ კომენტარებიც, რომ მეც გამეხარდეს. მიყვარხართ და აბა დროებით ახალ ჩემს გამონათებამდე. გკოცნით.